გვაქვს ჩვენ ამის რესურსი, რომ ასე ერთ კვირაში 3 დღეში 14-დან 17 ივნისის ჩათვლით გავასხვისოთ ქალაქის თავისუფალი სივრცე, ისე რომ არ მივცეთ მომავალ თვითმმართველ ერთეულს განვითარების პერსპექტივა. ოზურგეთის მერობის კანდიდატი შოთა გოგიბერიძე მუნიციპალური ქონების აუქციონზე გატანას ეხმაურება და ხელისუფლებას უპასუხისმგებლო ქმედებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწების აუქციონზე გატანა 14-17 ივნისის ჩათვლით საეჭვო მიზანს ატარებს. ქალაქს კი თავისუფალ მიწებსა და განვითარების პერსპექტივას უკარგავს. ქალაქ ოზურგეთის ნიკოლაძის ქუჩაზე 840 კვადრატული, ქალაქ ოზურგეთის ნიკოლაძის ქუჩაზე 1175 მეტრი კვადრატული, ქალაქ ოზურგეთის დოლიძის ქუჩაზე 200 კვადრატული, ქალაქ ოზურგეთის გაბრიელე ეპისკოპოსის ქუჩაზე 1325 კვადრატული, ქალაქ ოზურგეთის ჟღენტის ქუჩაზე 400 კვადრატული და გვაქვს ჩვენ ამის რესურსი, რომ ასე ერთ კვირაში 3 დღეში 14-დან 17 ივნისის ჩათვლით გავასხვისოთ ქალაქის თავისუფალი სივრცე, ისე რომ არ მივცეთ მომავალ თვითმმართველ ერთეულს განვითარების პერსპექტივა. რა უნდა განაპირობა ეს, რომ სწორედ ახლა არჩევნების პერიოდში 14 და 17 ივნისს, როდესაც ჯერ შემაჯამებელი ოქმიც არ იქნება გამოქვეყნებული და ფაქტობრივად კიდევ არსებული თვითმმართველობის ლეგიტიმური სივრცე რჩება საკანონმდებლო, რომ აი ასე ყაჩაღური მეთოდით სასწრაფოდ აი ასეთი ობიექტების, ასეთი მიწების გასხვისება. აქვე მოხდა ახალგაზრდული კლუბის პრეზენტაციაც. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებულმა ახალგაზრდებმა გოგიბერიძის მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს და ეს პოზიცია მერობის კანდიდატის პრიორიტეტებით ახსნეს. ჩვენი ახალგაზრდობისათვის უსერიოზულეს შანსად მიგვაჩნია ქალაქ ოზურგეთის საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოყალიბების პერსპექტივა, რაც ჩვენ ოჯახებს არიდებს სხვა ქალაქებში ბინის, ქირისა და სწავლის საფასურის გადახდის სიმძიმეს, რადგანაც საუბარია ჩვენს ქალაქში უფასო სწავლების ფაკულტეტების ფილიალების გადმოტანაზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ შევქმნათ მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი ახალგაზრდული კლუბი და მოუწოდებთ ჩვენ ქალაქის ახალგაზრდობას დაგვიჭირონ მხარი. მათი თქმით, პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში ყოლა ის ძირითადი პრობლემაა ასახული, რომელიც დღეს ახალგაზრდა თაობას აწვდის.